დატოვა მზია პატიმრობაში და ყველაზე მძიმე ამბავი იყო ის, რომ შესაძლებელია ეს ისე ჟღერდეს, მაგრამ მე ეჭვმეპარება სასამართლო მიცოდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. იმიტომ რომ სასამართლომ ვიცით დაასაბუთა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვუხსნით იმას სასამართლომ, რომ რა სტანდარტით უნდა დაასაბუთოს დღეს მზიას პატიმრობა, სასამართლომ თქვა, რომ მზიას პატიმრობა თურმე უნდა დასაბუთებული იყოს დასაბუთების მინიმალური სტანდარტით. ეს თქვა არაერთხელ. არადა მზიას პატიმრობა დასაბუთებული უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტით, რაც არის ძალიან მაღალი სტანდარტი. ძალიან უხერხულია, რომ ამის ახსნა მიწევს, ასე ვთქვათ, სასამართლოსთვის ამის სწავლება, მაგრამ რაც უფრო ხანგრძლივია პატიმრობა, მისი დასაბუთების სტანდარტი იწევს მაღლა. ეს არის 2x2 4 და სასამართლომ არ იცის ეს. სასამართლომ დღეს თქვა, რომ მზიას პატიმრობის დასაბუთების სტანდარტი არის ძალიან დაბალი, მაგრამ ის დაბალი სტანდარტითაც ვერაფერი ვერ გვითხრა. მე აღვნიშნე, რომ ბრალდებამ თქვა, რომ ის თურმე რომ მზია ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ეს საფრთხე ძალიან ინტენსიურია. სასამართლომ თქვა, რომ არსებობს ამის მომეტებული საფრთხე. მე არ ვიცი, როდის მოიმატა ამ საფრთხემ. სასამართლოს არ უთქვამს, რის გამო მოიმატა ამ საფრთხემ, რომ მზია ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ანუ სამართლებრივად წარმოუდგენელი დასაბუთება მოვისმინე მე დღეს მოსამართლის, რომელმაც თქვა, რომ ამას არ ჭირდება არანაირი სტანდარტი, ეს მინიმალური სტანდარტით უნდა დასაბუთდეს და არც ის მინიმალური სტანდარტი არ არის. თქვა, რომ არსებობს მომეტებული საფრთხე, სადღაც მოიმატა ამ საფრთხემ, ჯერ როდის არსებობდა, რომ მზია ჩაიდენდა დანაშაულს, ეხლა ამ საფრთხემ სადღაც მოიმატა, მაგრამ არ ვიცით რის გამო მოიმატა ამ საფრთხემ. მე მოსამართლეს ავუხსენი, რომ პროკურორს უნდა ესაბუთებინა ქვევიდან ზევით, რატომ არ უზრუნველყოფს ყველაზე ნაკლებად, ასე ვთქვათ, შემზღუდავი არასაპატიმრო თავისი დამატებითი ღონისძიებებით. იმიტომ ვითხოვდი ბრალდებას ეთქვა, რა დანაშაულს ელოდებია, რომლის პრევენციაზეც უნდა ეფიქრა მე მოსამართლეს და უამრავი მექანიზმია კანონში და რაც არ არის კანონში, მოსამართლეს შეუძლია თავად დაადგინოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მიუახლოვდეს ბატონ დრებუაძეს რამდენიმე მეტრის მანძილზე, არ გაიაროს პოლიციის შენობის მხარეს. ყველაზე ასე ვთქვათ ბანალურ შეზღუდვებს, მაგრამ ამას კანონი ითვალისწინებს და შეუძლებელია დღეს იმის დასაბუთება, რაც პროცესზე ვთქვი და ეხლაც ვამბობ და ვერც დაასაბუთა, რომ რისკი იმისა, რომ მზია ამაღლობელი ჩაიდენს რაღაც დანაშაულს, რომელიც არ ვიცით რა იქნება, იმდენად მაღალია, რომ ამას გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ მისი პატიმრობა და ეს ყველაფერი აჩვენებს სწორედ იმას, რის გამოც ჩვენ დღეს შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, სხვა არაერთ მუხლთან ერთად მე-18 მუხლის დარღვევაზე რომ საუბრობთ, რომ მზიას პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზეზს.